სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, მე მგონი ადრეც გავეცით ამაზე პასუხი, ალბათ შეიძლება მსმენელებმა იცის, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. და ძალიან საინტერესო კითხვაა, ძალიან პატარა ახალგაზრდა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა პიროვნებას ვოს, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით. სალამი მოგესალმებით. და ჯონ მაკარტურმა ნება მომეცით, ჩვენი პატარა ძმა უკან რომ დგას, ის დიდი ხანია ელოდება კითხვის დასმას. და შემდეგ გადავალთ მარჯვენა მხარეს და მალე დავამთავრებთ ჩვენს ამ სესიას. სალამი მოგესალმებით, მე მაქვს შეკითხვა ასაკთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გისმენთ. კითხვა: როდესაც ადამი და ევა გამოდიან სამოთხის ბაღიდან, ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები ცხოვრობენ ძალიან დიდხანს. ადამი 930 წელი, სეთი 912, ენოქი 905, კენანი 910, ბაჰალაელი 895, იარედი 962, ენოქი, რომელიც აყვანილი იქნა და ღმერთმა წაიყვანა ადრე, 365, მეთუშალა ყველაზე დიდი ხანი 969, ლამექი 777 და ნოე, ალბათ ბევრმა არ იცის ნოე, რომ 950 წელი ცხოვრობდა. ეს მე ჩამოთვალე, რომ უბრალოდ მსმენელებისათვის კიდე შეხსენება ყოფილიყო. დიახ, გისმენთ, რატომ იყო რომ ნოეს შემდეგ, ანუ წარღვნის შემდეგ, ცხოვრება ხანმოკლე გახდა და ასაკმაც დაიწია. რატომ მოხდა ეს? ხედავ, ბიჭოს, რა კარგი კითხვა არის. მალადეც და იქ ჯონ მაკარტური იყენებს ესეთ სიტყვას, მიდი ატაბოი. ატაბოი ჩემთვისაც უცნო იყო, ანუ მიდი ბიჭუნავ. წაახალესა, ეს წასამხალისებელი ხოლმე ატაბოი. მიდი ბიჭუნავ დასვი კითხვა. და ძალიან გაუხარდა ჯონსაც, რომ ნატარა პიროვნებამ ესე შენიშნა და კარგია როცა ბავშვები ესე იზრდებიან ამ რწმენით და არა რაღაცა ევოლუციით და დარვინიზმით, ხო? ეს იმიტომ მოხდა, ჯონ მაკარტური აგრძელებს პასუხს, რომ წარღვნის წინ მთელი დედამიწა დაფარული იყო ძალიან დიდი საცავით. ეს იყო როგორც ორთქლისა და წყლის რაღაცა გარსი. და როდესაც მზე დააჭერდა და დააცხვნებდა დედამიწაზე, ულტრაისფერის სხივები ვეღარ აღწევდნენ და დედამიწა იყო რაღაც სათბურის მდგომარეობაში. და ულტრაისფერი სხივები ვიცით, როდესაც იფილტრებიან, ისინი ვეღარ იწვევენ დაშლას უჯრედებისას. და ამიტომაც ყავდა თქვენ მაშინ დინოზავრები, რომლებიც ცხოვრობდნენ ასობით, ასეულობით წლის განმავლობაში და ადამიანები ცხოვრობდნენ 900 წლის განმავლობაში, როგორც ზემოთ ჩამოთვალეთ. იმიტომ რომ დედამიწა იყო რაღაც ღრუბლის რაღაცა ტილოში შეხვეული, წყლის ფერით. და როდესაც ღმერთი უკვე იწყებს ამ დიდი წარღვნის მოხდენას, წყალდიდობა რო იწყება, ხო? და ეს იყო უნივერსალური წყალდიდობა და არა ლოკალური, მან გახსნა ეს სარქველები, ცის სარქველები და ჩამოასხა მთელი ეს წყალი. ასევე მიწიდანაც გახსნა სარქველები, მანამდე დედამიწაზე წვიმა არ მოსულა და ყველანაირად ეს ამან მიცა მზე საშუალება, რომ უფრო მეტად დაეცხურა უკვე, როცა წარღვნა დაწყნარდა. მიუხედავად ამისა, ნოე მაინც იცხოვრა 950 წელი, იმიტომ რომ მანამდე ხომ 600 წლის იყო თუ არ მეშლება, ახლა 500-ის როცა ეცხადება ღმერთი და 120 წელი დაჭირდა თუ არ მეშლება აშენებას, ხომ? ასე რომ ნოე მაინც იცხოვრა დიდი ხანი, მაგრამ უკვე მერე და მერე უკვე ეს ასაკი კლებულობს. გესმით, ახლა გასაგებია რატომ? დიახ, ჯონ, მადლობა, გასაგებია.